ვარ რა, ეხა მოვდიოდი და ზაზა შემხვდა რა. ხო და ზაზამ რო აქ რაღაცა ის შეკრებაო რა. ხო და რა, ეხა თუ შემომიშვებენ ხუაზე ხარ? ბავშვმა, აი ბავშვთან ერთად თავართ. ხო, ბავშვთან ვართ და იმედია შეგვიშვებენ. არა, კაი ხალხი არიან ესენ. ამათ ვენაც ვარ. ანუ ლადო მითხარ რომ არ შემოგიშვებ თუ მოხვალო რა და არ ვიცი რა. რამე გეგმა ბე ხო არა გვაქვს თუ არ შეგვიშვეს რომ საიდანმე შევიპარო. საი. გეგმა ბე, აი თუ რამე. რა გამოპრანჭული ხარ ბიჭუნი? რა კარგად გამოიყურე. რუსთავიდან ეგრე გამოგიშო. ბიჭო, მე ჩვენ რუსთავში სულ ესე დავდივარ ძმა შალებში რაღაცა ვაკის ზმანზე რა თეთრები და ღიაფერები და საითა ლადო. ვერ იცი. ვინის სახელი რა არის? რა ვახა? ალო. ვინის სახელი რა ღვინო არის? რა ხო შემთხვევით მოვხვდით და აი ეს შემთხვევით ვართ აქ რა. აღმოვაჩინეთ ეს დიდებული ადამიანები. რა ხდება საერთოდ რა ივენთია? რა ივენთია არის? დიდი მოტოციკლეტისტური დაჯილდოება, მთელი წელი რომ ხალხი შრომობს და რაღაც 1000-ნაირ მოტოციკლეტურ სპორტულ ღონისძიებაში ღებულობს მონაწილეობას დაფასება ხომ უნდა? წლის ბოლოს. ნამდვილად ხო და აი ეგ დაჯილდოება გვაქვს, ანუ შავი რო გვაცვე რამე აპასნი ამბავი არ არის. უბრალოდ რაღაც ესე უბრალოდ დასპოინათ ვართ და თორე მე პირად რუსთავიდან მოვდივარ და მაგიტო. თორე ძალიან მინდოდა რომ ფერად ჩამიცვა, მაგრამ არ გამომიშვა. მე უბრალოდ საროჩკას არ ვაცვიე, პირად მოწე ეს კონექცია. ხო და ეგეთი კაი დაჯილდოება გვაქვს რა. ხო, ანუ თან ახლა აქ ისეთ მოტოებს ხედავ რა, რავი. ანუ ყველა მაღაზია ჩართული რაც კი ქვეყანაში გვაქვს. ხო. ვა ყველას ვიტყვით ბატონო ჩემო. საქმელი ძალიან ბევრია, ვინაიდან რადგანაც დღეს საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის 2024 წლის სეზონის გალა დაჯილდოების ცერემონია იმართება და სწორედ დღეს რამოდენიმე წუთში თქვენ წინაშე წარმოდგენილნი იქნებიან საქართველოს ჩემპიონები მოტოსპორტში, რა თქმა უნდა სხვადასხვა დისციპლინაში, ასე რომ დაგველოდეთ სულ რამოდენიმე წუთში ჩემპიონების ხილვაც შეგეძლოთ. ჩვენც აუცილებლად განახებთ ამ ყველაფერს და გადავიღებთ თავიდან ბოლომდე აბსოლუტურად. აკო რა ხდება აქ? ვაფშე ვერაფერი ვერ გავიგე ხა მე შემთხვევით მოვედი აქ გამოვიარე და შემოვიარე რა და რაღაცა მოტოები დავინახე რომ ეყენა გარედან და რა ხდება რა ამბავია? მოვიფიქრე და გაქცენ პასუხს რა. მოვიფიქრე, მოვიფიქრე. ერთი 10 წუთი უნდა ვიფიქრო რატო ვართ აქ? კაი, თაიკო მოვიფიქრებს რატო ვართ აქ და გვეთქვის ცოტა ხანში. თქვენ რო გაჩვენთ, ჩვენც გამოგაჩვენთ. ბატონო დავით, როგორ გზანდებით? სალამი. მიესალმეთ მაყურებლებს თუ შეიძლება. მიესალმეთ მაყურებლებს. თქვენ შემთხვევით მოხვედით? შემთხვევით დამიძახეს და შემთხვევით მოვიდა. მეც ეს გამოვიარე და დავინახე რაღაცა ხდებოდა შემოვიდა. უბრალოდ დაემთხვა რომ კარგად მაცვია, თორე ხო, ანუ მეც ყველა შავებში გასვენებიდან მოვდივარ. შავებში და ყველა შემთხვევით მოსული აქა. ანაშვიდზე ვიყავი და დამიძახე. ოი, მაგრამ ყველა შავ. გამარჯობას აღარ გვეუბნება ლადო ხალხო რო იცო თამაშე ხედავ. კულტურის დასასრულია მეგონა ეს. თავით არის მოსული. ხო და რაღაც ყველა აი თან წითელი ვარდი უჭირავს ბატონ დავითს. აქსესუარიც შესაძლებელია არის. ყველაფერი შავზე ერთი წითელი ვარდი საჭიროა. ეხა გვაქვს მოსაფიქრებელი ვის დაკრძალვაზე ვიყავით. აი ლადო შავებში. აი კაცი იყო რა. მოტოციკლეტების დაკრძალვაზე ვიყავით. აი ხმაზე იდგა. თქვენ რატო არიგებთ? ცოტა ხანი ჯერ ტრიალებ და გამზადებული ამ ვარჩი აქვს კამერა სპეციალურად დამონტაჟებული და აქედან მიიღო. თან არ იყოს შემჩნეული. თან ძალიან მინდა გადაღება, თან ისა რა ქვია, ჯერ მინდა რომ ხალხს მივესალმო პირიქით კამერით პირდაპირ არ მივადი. ეგრე უფრო მეც ნახავთ ამიჯერ მეც ეს რვა მოგეცე რომ დავიწყე მე ვნახე ხალხი. იქამდე ვერ ავსულ ხედავ. აი მაგას ვიზავ ცოტა ხანში. აპლოდისმენტები მეგობრებო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ოფიციალურად დღევანდელ საღამოზე. ეს გახლავთ გალა მოტო ფედერაციის დიდით მესამე გალა. პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას
მეგალი თასი და ასე შემდეგ და საჩუქარი. კიდევ ერთი საჩუქარი, ძალიან მაგარი საჩუქარი, ეს არის ელექტროსკუტერი. კარგია. რა ქერი ბიჭო, რა იყო ეს? ბიჭო, არ ვიცი, მე ნეპოტიზმით მოვიგე, ყველაფერი მოვიგე, მე ჩავაწყე. ხო, რა, შინაურები მყავს და რაღაცა. მაგითო ხარ ხო ვაფშე ამ საქმეებში, რომ ჩაალაგო რაღაცა ჩააწყო. ასასილარი არის რა, ყველაფერი. გილოცო, ხო, ნამდვილად დამსახურებული არის ყველაფერი, რავი, შენ შრომ არ დაგიფასდა და რა ვიცი. ძალიან დიდი მადლობა შენ რო ხო, აი ესეთი საღამო მოეწყო, რა ვიცით რომ შენ ძალიან დიდი დამსახურება აქვს. აი, ერთი რაღაცა მე გავაკეთე რა. ხო, რაღაცა შემოაგორე ხო ეს რაღაცა გარეთ ეყერა და პროსტა შემოაგორე და იგი პაპედია. ძალიან ბევრ წარმატებებს გისურვო და ძალიან წარმატებული წელი მინდა რომ გქონდეს. და ძალიან დიდი მადლობა შენ რომ ესე აქტიურად მოტოსპორტს უდგახარ გვერდში რა. ძალიან დიდი მადლობა. ოპა. გამოიწერეთ, მამუკას არხი გამოიწერეთ. მე ლადო კარგად იქნება ჩვენ შევეტენებით ლადოს და ვიხეიროთ. არა პრობლემა, შემოგეტენებით. გადასო, ვეტენებით ლადოს. კიდევ ერთხელ მოგესალმები და გილოცავდა მოშადინი ხარ. ამით შეგიძლიათ უკვე ოფიციალური პირები არიან ნებისმიერ მსოფლიო მოტოსპორტის ფედერაციის მიერ დაორგანიზებულ ღონისძიებაზე შეუძლიათ თავამად წავიდნენ და წარსდგენ საქართველოს სახელით. გითხრათ ახალგაზრდებს თუ რამე გვაგაჩნია და შეგვიძლია რომ გადმოვცეთ აუცილებლად შეგვაწუხეთ როცა გიხარდებათ და რაც გვაქვს ჩვენ პრაქტიკა გამოცდილება ყველაფერს გადმოვცეთ. ეს ტიმეიჯერი აპლოდისმენტები თავის გავაგზავნეთ ახლა მეორე გიგოსანის გამოვლენა. იბატონო გიორგი მარიამული. აბა გიორგი მოგწანდი რა თქმა უნდა ჰასკი მოტოპარკის განსაკუთრებით თეა გადასცემს ფოტოს უღებს, ერთი ძმა ფოტოს უღებს, მეორე ძმა ხელს უშლის. რატო არ აღებინე ფოტოებს ხარ? რატო უშლი ხე? ენდუროს როცა ეხება ხუსყარნა უნდა ჩანდეს, სადაც ენდუროა ნახე. ეხა უნდა და მამიდაშვილი. მიდი დაკოქე. ლადო ეხა პიროვნულზე მიჭირა. პიროვნულზე მიჭირა, ვიცოდი ეგეთე გამოხდებოდი. არ უნდა და მაგარი ვიდეო გამოვიდო და არ უნდა გეკნა. რა. ორგულზე ხელი არ უნდა გეკნა. ეგეთი ვიდეო არ. ბევრი ვარჯიში სხვანაირად არაფერი გამოვა და ბევრი ახალი სიახლეები შეიძლება ახალი ბაიკითაც იგივე კუბატურაში. იგივე 1000-ში, რა თქმა უნდა 1000-ში ნახოთ. შენი წარმატებები. გაიხარე ჩემ მოხევედი მაგაცო. შენი კარი ყოველთვის გამიხარდება. ენაცვალე ძმის გულო. ბევრი წარმატებები რა და რა იმედია შემოგიერთდები მალე მეც. აუცილებლად კარგი იქნება. დასრულდა დღევანდელი საღამო, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა და მინდა რომ მადლობა გადაუხადო ყველა ორგანიზატორს, ვინც აი ეს საღამო დაგეგმა, მოაწყო და რა ვიცი, აი მართლა ერთ-ერთი საუკეთესო საღამო არის ალბათ ყველა მოტო მოყვარულისთვის და სწორად აღნიშნა ერიკამ ახალი წელი არის ეს ჩვენთვის რა და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ყველა ჩემი ჭკუის აქ არის რა და ძალიან კარგი საღამო შედგა და აი ბარემ რას ვიტყვით, ვიძახდი რომ მეთქი ძალიან კაი საღამო შედგა მეთქი და ფანტასტიკური. რა კომენტარს წელი ველოდები ხოლმე ამ საღამოს, იმიტომ რომ ამ საღამოზე ვხედავ ისეთ ხალხს, ვისი ნახვა ძალიან მახარებს. აი მაგას ვიძახდი, სულ ჩემი ჭკუისები არიან. ხო, აი გარემოს არ აქვს მნიშვნელობა, არც მუსიკას, არაფერს, ფავორია ეს ხალხი ამ ხალხთან ერთად სადმე შევიკრიბო და რაღაცა გაუზიაროთ ჩვენი სურვილები, ემოციები და ის განცდები, რასაც ეს ორი ბორბალი გვაწვდის. დიდი მადლობა ორგანიზატორებს. ეს ენდუროს გარდა სხვა ორ ბორბალიანს არ განვიხილავ. მიუხედავად
ისა რომ მოპედი მყავს ეს უნდა დავსვათ უეჭველი ტრეკზე, უნდა გავიყვანოთ შეჯიბრზე. შულკა გვინდა შეჯიბრზე, ასფალტის მხრივ. რავი, შეიძლება. და შეიძლება. უნდა მოუწამლოთ. ხოდა ერთ სიტყვით ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს, მადლობა აქ შეკრებილ ხალხს. და გამოიწერეთ ამ მოხევე კაცის გვერდი. გაიხარა, გამოიწერეთ არხი, მახევე. გამოიწერეთ არხი, აუცილებლად შევხვდებით შემდეგ. გამაიწერეთ არხი ეხლავე. გამაიწერეთ, კებით. დაბლებ ყველაფერი გაკო და ჟაგიქმნით. ხო, აი, აქ წოდნია. ბევრი წოდნია. ასე მოხევე მეგობარი. ხო და ჩამოდი მე ჩამოვიდა. მან და ლადოზე ხშირად დავდიოდი ხოლმე მე ერთი პერიოდი. ერთი წამი მომავალ ხუთშაბათამდე. ასწავლეთ სოფლიო ჩემპიონს როგორ უნდა დაგოგოს ელექტროსკუტერი თუ შეიძლება. გიორგი დაგვიტოვეს ხოცეც უნდა ვაჭროს. ეხლა ეს ერთი ცალია და ცხრაკაც უნდა გაიყოს. ერთი თხილის გული ცხრაკაც ცხრაცმა გაიყო ასე. ერთი დღე იკეთებს მე. ესე იგი, ეხლა რაღაცა საინტერესო ამბავი უნდა დავატრიალო რა. საინტერესო რა ამბავი რომ ახალწლად ყველა კლასის პირველ ადგილოსთან კომპანია ტრანსპორტერი აჯილდოვებს გოექსის მარკის ელექტროსკუტერით და სანამ დაჯილდოვებაზე გადავალთ მანამდე რა ვიცი, ანუ ეს ვირტუალურ პრეზიდენტო შეჯიბრებები ჩავატარეთ. მადლობა რომ კიდე ყველაფერი კარგად დასრულდა და ესეთი ტრავმები და არაფერი არ ყოფილა. კიდევ ერთხელ კომპანია ტრანსპორტერი ისეთი საინტერესო და ლამაზი კარგი რაღაც რაღაცებია. თან ხა სპეციალურ დროშს ელავრო გოგოებმა ცოტა